მწვანე სასათბურე მეურნეობები. მწვანე სათბურები იქმნება გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციის დანიშნულებით, რაც შეიძლება მიღწეული იყოს მდგრადი საცხოვრებსამეურნეო პრაქტიკების დანერგვით სასათბურე მეურნეობაში და ასევე რესურსდამზოგი და განახლებადი ენერგიების გამოყენებით. მწვანე სათბურები წარმოადგენს პოლიკარბონატის ან სხვა სპეციალური ფირით მოწყობილ მწვანე სათბურს. ტრადიციულ მინის სათბურებთან შედარებით გარკვეული უპირატესობები ახასიათებთ. ისინი უზრუნველყოფენ შესანიშნავ დაცვას ცუდი ამინდის, მავნებლებისა და დაავადებებისგან, რის შედეგადაც ვიღებთ უფრო ჯანსაღ მცენარესა და უხმოსავლიანობას. გარდა ამისა, მწვანე სათბური მინის სათბურთან შედარებით ვიზუალურად უფრო მიმზიდველია და ნაკლებ მოვლას მოითხოვს. პოლიკარბონატული მასალით დამზადებული სათბური მინასთან შედარებით უკეთეს იზოლაციასა და ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს. ხელს უწყობს სითბოს შენარჩუნებასა და გათბობისთვის ენერგიის ხარჯების შემცირებას. მწვანე სათბურებში უმაღლესი ხარისხის იზოლაციას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ენერგიის მოხმარება გათბობისა და გაგრილებისთვის, რაც იწვევს საოპერაციო ხარჯების შემცირებას და გარემოზე ნაკლებ ზემოქმედებას. სათბურები გვთავაზობენ დაცვას მკაცრი ამინდის, ექსტრემალური ტემპერატურის, ქარისა და წვიმისგან. სათბური უზრუნველყოფს სასათბურე მცენარის ზრდის სტაბილურ პირობებს. სათბურის დახურული გარემო ხელს უწყობს მავნებლებისა და დაავადებების კონტროლს, ამცირებს პესტიციდების საჭიროებას და ხელს უწყობს მცენარეთა უფრო ჯანსაღ ზრდას. კონტროლირებადი და დაცული გარემოს შექმნით მწვანე სათბურებს შეუძლიათ გაზარდონ მოსავლიანობა და გააუმჯობესონ პროდუქციის ხარისხი. მწვანე სათბურები უზრუნველყოფენ მდგრადობასა და ხარჯების დაზოგვას, რესურსების ეფექტურობას. სათბურებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ რესურსების, წყლისა და ენერგიის დაზოგვას. კონტროლირებადი გარემოს შექმნით მინიმუმამდე ამცირებენ ნარჩენებსა და ხელს უწყობენ რესურსების ეფექტურ გამოყენებას. ამასთან მწვანე სათბური შეიძლება აღიჭუროს მზის პანელებით, რაც აერთიანებს სათბურებისა და მზის ენერგიის პრინციპებს, ქმნის ეკოლოგიურად სუფთა სისტემას მცენარეების გასაშენებლად. სათბურების მზის პანელებს იყენებენ ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია გათბობის, განათებისა და სარწყავი სისტემისთვის. ჰელიოენერგია ამცირებს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას და სათბურის აირების გაფრქვევას. ნახევრად გამჭვირვალე ფოტოელექტრული სისტემების სათბურებში ინტეგრირება კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის, რადგან შეუძლია მცენარეები უზრუნველყოს ზრდა განვითარებისთვის საკმარისი სინათლით და ამავდროულად გამოიმუშაოს ელექტროენერგია. გარდა ამისა, გამჭვირვალე ფოტოელექტრულ სისტემას შეუძლია დაიცვას სასოფლო სამეურნეო კულტურები მაღალი ტემპერატურისგან და შესაბამისად შეამციროს სათბურის გაგრილების საჭიროება. მწვანე სათბური შესაძლებელია აღიჭუროს წვიმის წყლის შეგროვებისა და სარწყავი წყლის გადამუშავების სისტემებით. ამ გზით სათბურებს შეუძლიათ წყლის რესურსების დაზოგვა, ოპერაციული ხარჯების შემცირება და გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა. გარდა ამისა, მწვანე სათბურის გამოყენება შეიძლება საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების გასაწმენდად. ესთეტიკა და მრავალფეროვნება, ვიზუალური მიმზიდველობა მწვანე სათბურების მახასიათებელია. სათბური შეიძლება იყოს ესთეტიურად სასიამოვნო და გააუმჯობესოს ლანდშაფტი. განსაკუთრებით მიმზიდველია მწვანე ან ფერადი მასალების გამოყენებისას. სათბურების დიზაინი მოქნილია და შესაძლოა დაპროექტდეს სხვადასხვა მიზნით. პატარა ეზოს ბაღებით დაწყებული, მასშტაბური კომერციული მეურნეობით დამთავრებული და ამდენად შეიძლება ადაპტირებული იყოს კონკრეტული მზარდი საჭიროებებისთვის. შეიარაღებისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ მწვანე სათბურები გვთავაზობს მრავალ სარგებელს, მათ შორის არის გარემოს არახელსაყრელი პირობებისგან მცენარეების უკეთ დაცვა, მოვლავმოყვანის ხარჯების შემცირება, არსებული რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენება, რაც თავის მხრივ ზრდის მეურნეობის მომგებიანობას.